გურჯაანის ტექნოპარკში 2022-2023 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავი არის, რომ ყველა მათგანი დღეს უკვე წარმატებული სტუდენტია. 86 ნომინანტი სამახსოვრო მედლებითა და სპეციალური დიპლომებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მანო ბერიძიშვილმა და დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელმა ზაზა შოშიაშვილმა დააჯილდოვეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ამ ახალგაზრდებისთვის, რა თქმა უნდა, მინდა მიულოცო მათ ეს მცირედი გამარჯვება დიდ ცხოვრებაში, თორე განსაკუთრებული დღე ცხოვრების ამ ეტაპზე. მოგეხსენებათ, რომ ეს ჯილდო არ არის მხოლოდ ერთი დღის და ერთი კვირის შრომის შედეგი, ეს არის მთელი პესკოს სკოლაში სწავლის პერიოდის შედეგი, რომელსაც ესე იგი დაუღალავად შრომობდნენ და მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად ბიზნეს მისაღწევად და ეს რა თქმა უნდა აგრეთვე მინდა მიულოცო მშობლებს, მინდა მიულოცო მასწავლებლებს და მადლობა გადაუხადო მათ იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთეს ამ ახალგაზრდებს მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და შესაბამისი განათლება, იმიტომ რომ ესე გამოიჩინათ თავი ცხოვრების ამ ეტაპზე და მინდა მიულოცო ქვეყანას, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ახალგაზრდა, თავისთავად ცხადია, ეს ქვეყანა მით უფრო ძლიერი იქნება და ესეთი ახალგაზრდები არიან ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის წარმატების გარანტი. მინდა ყველა მოსწავლეს მიულოცო ასეთი წარჩინებით დამთავრება სასწავლო წლის, მიულოცო პედაგოგებს, მიულოცო მშობლებს მადლობა გადაუხადო ასეთი გარჯისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის გვერდით ედგება ესეთ წარჩინებულ მოსწავლეებს გაუკაფოს გზამომავლისკენ. ასევე აღვნიშნავ, რომ ამ ახალგაზრდებმა ცხოვრების ერთი ეტაპი, ერთი ნაწილი წარჩინებით გავლეს და ვუსურვებ, რომ დანარჩენი ცხოვრების ეტაპებიც არანაკლებ წარჩინებით განევლოთ. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ იქნება მათთვის საეტაპო იმ კუთხით, რომ ის მიღებული ცოდნა, ის შრომის მოყვარეობა, რაც გამოიჩინეს მათ აი წარმატების მისაღწევად, გახდება მათთვის გზამკვლევი სამომავლო წარმატებების უზრუნველსაყოფად და მხოლოდ მშვიდობიან წარმატებულ სტაბილურ გარემოში მინდა ვუსურვო მათ თავიანთი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ გამოვლენა. ამ ოქროს მედლისთვის ბევრი ოფლი არის დაყრდნილი, ბევრი შრომა არის ჩადებული. იმას ვუსურვებ, რომ თუ რამე მიზანი აქვს დაისახონ და ბოლომდე მიყვენ ამ მიზანს და ეს медали და ის ჯილდო, რომელიც გადმოგვეცა ამ მედლის აღებისას, იყო დიდი мотиваცია ჩვენთვის, რა თქმა უნდა და ესეთი პატარა мотиваციები იქნება იმის საფუძველი, რომ ჩვენი ქვეყანა აშენდება. ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი დღე იყო, როგორც მშობლისთვის, ისეთი ამაღელვებელი დღე იყო ასევე მასწავლებლისთვის. ხა მე თვითონაც მასწავლებელი ვარ და სკოლა აძლევს იმის შესაძლებლობას ბავშვებს, რომ ნამდვილად მიიღონ სრულფასოვანი განათლება სკოლაში და ბავშვები, რომლებსაც არიან მოტივირებული სწავლისთვის, ნამდვილად შეძლებენ, რომ აიღონ როგორც ოქროს მედლები, ისე ვერცხლის მედლები.